შევქმნათ მორიგი სამუშაო ფურცელი ამ შემთხვევაში უკვე ისეთი ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელსაც სჭირდება ერთ ადგილიდან მეორეზე გადატანა, ანუ იგივე გადათრევა, რომელსაც ინგლისურად drag and drop უწოდებთ. ამისათვის ისევ უნდა შევიდე live worksheet-ის გვერდზე, გავიაროთ ავტორიზაცია, შემდეგ შევიდეთ my dashboard და ავირჩიოთ my worksheet. Add worksheet დავაკლიკოთ იმისათვის, რომ შევქმნათ ჩვენი სამუშაო ფურცელი. უნდა ავტვირთოთ აქ ან PDF-ი, ან ნახატი, რაზეც მერე უკვე დავამატებთ ინსტრუმენტებს და შეიქმნება ინტერაქციული სამუშაო ფურცელი. Add media და დავირჩიოთ კომპიუტერიდან, ამ შემთხვევაში ავირჩიოთ შერეული რიცხვები და არაწესიერი წილადები. აიტვირთება და დავაკლიკებთ save, რომ ჩემ სამუშაო სივრცეში შეინახოს ეს PDF-ი. როგორც ხედავთ, აიტვირთა უკვე. მოვნიშნავ, რომ მე აი ამ ნახატის გამოყენება მინდა და შემდეგ გადავიტან უკვე ამას ჩემ სამუშაო სივრცეში, სადაც უნდა დავამატო ელემენტები ინტერაქციული სამუშაო ფურცლის შესაქმნელად. პირველ რიგში უნდა ავწერო რა ტიპის დავალებას ვაკეთებ, ეს არის შერეული რიცხვები და არაწესიერი წილადები. უნდა ავირჩიო ენა, მე ავირჩევ ქართულ ენას, შემდეგ ვირჩევ საგანძ, მეს, მათემატიკა და უნდა ავირჩიოთ საფეხური, დაწყებითი. კლასსაც შეიძლება მივუთითოთ როგორც მესამე, ასევე მეოთხე კლასი. ამ შემთხვევაში მე მივუთითებ მეოთხე კლასი. და შეგვიძლია ასევე თემის დამატება, წილადები და ათწილადები ავირჩიოთ. აქ უნდა აღწეროთ უკვე რა ტიპის დავალებას ვქნი, ინსტრუქცია უნდა მივცე მოსწავლეებს და დავწერთ გადაიტანო იტანე არაწესიერი წილადები და შერეული რიცხვები დიაგრამის შესაბამის ველში. PDF-ის ჩამოტვირთვის უფლებით და ასევე საჯარო გვაქვს მონიშნული და უკვე ვინახავთ ამ აღწერას და გადავდივართ მესამე საბოლოო საფეხურზე, რომ უნდა დავამატოთ უკვე ინსტრუმენტი, თუ როგორ იმუშავებს ჩემი სამუშაო ფურცელი. აქ ხედავთ გამოჩნდა ეს სამუშაო ფურცელი, ეს არის დიაგრამა, სადაც აი ამ მოცემული შერეული რიცხვებიდან და არაწესიერი წილადებიდან მოსწავლეებმა შესაბამის ველში უნდა გადმოიტანონ, გადმოათრიონ, ასე ვთქვათ, აი ეს შერეული რიცხვები და არაწესიერი წილადები. ამისათვის პირველ რიგში უნდა მოვნიშნოთ აი ეს სივრცეები, თუ სად გვინდა გადმოტანა ამ ხატულების და ამისათვის აი drop, სადაც უნდა ჩასვან, ვირჩევთ აი ამ სივრცეს. ვაკრიკებთ ჯვარის მაგვარ ხატულაზე, რომ ამ მართკუთხედს მივცეთ ჩვენი სივრცის შესაბამისი ფორმა. უკვე, როდესაც ერთს მოვარგებთ, სხვაგან საჭირო აღარ არის იგივეს გაკეთება, შეგვიძლია უბრალოდ დავაკოპიროთ და დაკოპირების საშუალებით გადმოვიტანოთ ყველგან ეს ხატულები. ისთვის გვჭირდება, რომ აღიქვას პლატფორმამ თუ სად გვინდა ჩვენ აი ამ ხატულების გადმოტანა და ჩასმა. კიდევ ერთ დავაკოპიროთ. უკვე რვავე ველში დაკოპირებული გვაქვს ეს შესაბამისი სივრცეები. ახლა ამას უნდა დავარქვათ სახელები. შეგვიძლია პირდაპირ დავნომროთ პირველი, მეორე, თანხარს ვაკლიკებთ
და აი ამ ველში ვწერთ თანმიმდევრულად რიცხვებს, ვარედაქტირებთ. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, კიდევ ორი დაგვრჩა. და მე. დავასრულეთ უკვე იმ ადგილების მონიშნა, სადაც გვინდა, რომ მოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ხატულები. ახლა აქ რა ნომრებიც მივანიჭეთ თითოეულ სივრცეს, იგივე ნომერი უნდა მივანიჭოთ აი ამ ხატულებს, რომ შემდეგ, როდესაც გადმოიტანს მოსწავლე ამ ხატულას შესაბამის ველში, სწორად აღიქვას და სწორ ფორმად ჩათვალოს. ამისათვის ახლა ვირჩევთ უკვე დრეგ, ანუ გადათრევას და აი ამ ელემენტს ვცდილობთ, რომ მოვარგოთ ისევე მისი ფორმას. პირველ რიგში, რადგან აქ არაწესები წილად იყოფს გადმოსატანი, პირველი ნომერი უნდა მივანიჭოთ ხატულას, რომელსაც დაწერია 17 მეოთხედი. შეგვიძლია ზომა კიდევ დავრედაქტიროთ, უფრო მეტად შევუსაბამოთ და უკვე დავაკლიკოთ ბანკარს და ჩავწეროთ პირველი. აქაც არ გჭირდება სათითაოდ აღება ინსტრუმენტის, დაკოპირებით შეგვიძლია, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ, დავაკოპიროთ, შემდეგ 4.1 ავირჩიოთ. ოდნავ შეიძლება გავადიდოთ, რადგან ეს პანჯერა ცოტა დიდია. ბანკარს დავაკლიკოთ და მეორე მივანიშნოთ. ახლა ამ ველის შესაბამისი არაწესელი წილადი უნდა მოვძებნოთ, ეს არის 3.23, მეექვსედი და მესამე ნომერი უნდა მივანიჭოთ ამას. შემდეგ უკვე 3.5 მეექვსედი, აქაც ვაკოპირებთ ნებისმიერს. უბრალოდ ვუცვლით ნომერს და 3-ის ნაცვლად ვწერთ 4-ს, რომ 4 შესაბამის ველთან იყოს მისი ჩასმა შესაბამისი. გადავდივართ ახლა მეხუთე ნაწილში, აქ არის 9 მეოთხედი, ამიტომ დავაკოპირებთ ნებისმიერს, მივიყვანთ 9 მეოთხედთან და ჩავწერთ მეხუთეს. შემდეგ მეექვსეს 2.1 მეოთხედი, დავაკოპირებთ აქაც. დაგვრჩა 2, 27 მეხუთედი და 5.2 მეხუთედი. მეშვიდე და ეს იქნება მერვე. ამით დავასრულეთ უკვე დარედაქტირება ჩვენი PDF ფურცლის. ახლა უნდა ჩამოვიდეთ ქვემოთ, შევინახოთ და გადავხედოთ. რამე შეცდომით ხომ არ გავაკეთე შემთხვევით და ხომ არ სჭირდება კიდევ დარედაქტირება. უნდა შევამოწმოთ ჩემი სამუშაო ფურცელი, რამდენად სწორად მუშაობს. იმისათვის გადმოვიტანოთ შესაბამის ველებში. ნამდვილობას არ აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა.
როგორი თანმიმდევრობითაც მინდა იმ თანმიმდევრობით გადავიტან. და დავასრულებ ყველა ნახატის შესაბამის ველში გადათრევას, უკვე უნდა შევამოწმოთ და სახით გამოგვიჩნდება შესრულებული დავალება. Check results, ვაკლიკებთ შემოწმებას და თუ კი მოსწავლემ ყველა შერეული რიცხვი და არაწესები წილადი სწორად გადაიტანა, მაშინ ის მიიღებს 10-დან 10 ქულას. მზად არის უკვე ჩემი დავალება, შემიძლია ეს გადავიტანო workbook-ში, თუ მაქვს შექმნილი ჩემი workbook-ი, ან პირდაპირ დავაგენერირო ლინკი, რომელსაც გამოვიყენებ დავალებისთვის. Custom link და აი აქ უკვე გამომიჩნდება ღილაკი, სადაც შემიძლია დავაკოპირო ლინკი, copy link, რომლის ჩასმასაც შევძლებ შემდეგ ნებისმიერ სივრცეში. თუ ვიყენებთ Google Classroom, Microsoft Teams, Facebook, აქედან პირდაპირ შემიძლია რომ გავაგზავნოთ, ვერ დავაკოპირებ ლინკს და ჩემთვის სასურველ ადგილას ვსვამ. როგორც შევნიშნეთ, ჩემს დავალებაში სულ იყო 8 დავალება შესასრულებელი, ხოლო ქულა იყო 10. შემიძლია ესეც შევცვალო, რა თქმა უნდა. და აქ მაქსიმალური ქულა რომ წერია 10, გავხადო 8, 8-დან 8, თითოს თითო მივანიშნო, ან დავტოვო ისევ 10. აქ მაძლევს საშუალებას, რომ შემიძლია ანუ აწილადების გარეშე მიუთითოთ და დამრგვალებულად გამოგვისახოს ნიშანი, თუმცა შეიძლება ასევე აწილადების სახითაც გამოვიდეს ნიშანი და გამოთვალოს ზუსტად რა წელი შეასრულა დავალებების სწორად. თუ დანარჩენ გრაფებს არ ვცვლით და არ ვუთითებთ, რომ მაგალითად დროის ლიმიტს ვუზრუნავთ მოსწავლეს, ან რამე სხვა შემზღუდავ პირობას ვუწესებთ, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი დავალება მზად არის და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ.